რა საკითხზე იყვნენ ღამის 11 საათზე ლევან ბეჟაშვილი და ვანო პეტრიაშვილი სიღნაღის რაიონულ სასამართლოში თვითმხილველი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ცესტოს წარმომადგენელი სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიაში სიღნაღის სასამართლოში გვიან ღამით მივიდნენ. თვითმხილველის ინფორმაციით პეტრიაშვილს თან ჰქონდა საბუთებიც. მათ სასამართლოს შენობა დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დატოვეს, ამის შემდეგ იქიდან მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო გამოვიდა. სწორედ მან განიხილა დღეს ქართული ოცნების არჩევნი სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. თუმცა გვიანღამით მოსამართლემ არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვებს, რა საკითხზე იყვნენ დეპუტატობის კანდიდატი და ცესტოს წარმომადგენელი მასთან იმ მანქანასთან ახლოს, რომელშიც ლევან ბეჟაშვილი და ვანო პეტრიაშვილი ისხდნენ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ზედელაშვილის მანქანაც იქნა. შეგახსენებთ, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით ვაჭრში განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ასაც ქართული ოცნება არ ეთანხმება, რადგან აცხადებს, რომ პარტიის მეხუთე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი ყალბია და სასამართლოსთან ამ ოქმის დაუქმებას ითხოვს. მიპასუხეთ. გაუნდოდათ აქ კომისარიაში თქვენთან? ვერაფერს ვერ გეტყვით, ხალხო. თხოვთ მაცალოთ, შვიდად წავიდე სახლში, გავისვენო ჩემს ოჯახთან ერთად. ხომ პირველ საათზე ვისი სასამართლო უნდა გაიმართოს? შეგიძლიათ მოვძანდეთ დილით და შეიტყვით ყველაფერს. ხომ პირველ საათზე უნდა გაიმართოს ქართული ოცნების საჩივრის განხილვა. რატო ბრძანდებით აქ შუაღამისას? მაცალოთ შეიძლება. გაუნდოდათ ლევან ბეჟაშვილს და პეტრიაშვილს შუაღამისას თქვენთან. ხომ ვანო პეტრიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი სასამართლოში შესულები ღამის საათებში. კი, ორივე დავინახეთ. და პეტრიაშვილი იყო საბუთებით ხელში, რომ გამოდიოდა სასამართლოში ნოვიდა. მან არ გაითვალისწინა უამრავი უთხოვარი მტკიცებულება, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში. ეს იყო როგორც ნამდვილი ოქმი, რომელიც ხელმოწერილი იყო დამოწმებული კომისიის თავმჯდომარის ბრძოლის მიერ, რომელსაც ხელს აწერდა კომისიის ყველა წევრი, რომლის მონაცემების რეალობა აღიარა თითქმის კომისიის ყველა წევრმა, ასევე დამკვირვებლებმა და წარმომადგენლებმა. ყველანაირი კანონიერი საფუძველი არსებობდა, რომ გადაწყვეტილება გამოიტანა ჩვენ სასარგებლოდ, თუმცა მიიღო კანონშევსებამო გადაწყვეტილება, რომელსაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ჯერ კიდევ გუშინ ღამე ბეჟაშვილი ინკრიმინალ პეტრიაშვილთან ერთად საღამოს 12 საათზე იმყოფებოდნენ სასამართლოს შენობაში და ახდენდნენ ზეწოლას მოსამართლეს. გუშინ როცა მან გადაწყვეტილება არ გამოიტანა, მე უკვე ვიცოდი, რომ ეს კიდევ შეათანხმებდა. დამოუკიდებელი სასამართლო, რა თქმა უნდა, ეს არ არის. ეს მათი შეთანხმების გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანა. კოდექსის მოთხოვნით უნდა დაინიშნოს განმეორებითი კერძი. ანუ ყველა ვარიანტი. როდის ბატონო მამუკა? ორი კვირის ვადა მითითებული კოდექსში.